გამარჯობა, ეს არის პოდკასტი Teacher Unfiltered with Nutsa, რომელშიც ჩვენ ინგლისური ენის მასწავლებლები ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. დღეს ჩემი სტუმარი არის თიკო ბუბუტეიშვილი, ლექტორი სამედიცინო უნივერსიტეტში და ილია უნიში. თიკო, კიდევ ერთხელ გამარჯობა და დიდი მადლობა აქ მოსვლისთვის. მოგესალმები ნუცა, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ინტერესებისთვის. ჩემთვის პატივია ვიყო შენი პოდკასტის ერთ-ერთი სტუმარი. დიდი მადლობა. მოდი დავიწყოთ. და იცი რა მითხარი, ეხლა ხარ ინგლისური ენის ლექტორი. აი ბავშვობაში ან როდესაც სტუდენტი იყავი, წარმოგედგინა რომ ესე განვითარდებოდა შენი პროფესიული მოწოდება? კი, ნამდვილად წარმომედგინა ჩემ ღრმა ბავშვობაში რომ მე ვიქნებოდი მასწავლებელი. უფრო სწორად ეს ვერც ვიტყვი რომ აი წარმომედგინა ესეთი მასწავლებლების ოჯახიდან ვარ ასე ვთქვათ. ბებო მასწავლებელი მყავდა, დედა მასწავლებელი არის და აი რაღაცა ფაქტობრივად ეს გაუცნობიერებლად მოხდა, გენეტიკურად გადმომეცა. შეიძლება კითხო რა სასწავლით? ბებო ასწავლიდა ისტორიას და დედაც ახლა ასწავლის ისტორიას ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. და ეხლა რისი მასწავლებელი ვიქნებოდი ეს ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ რაღაცა ეს მასწავლებელი რო ვიქნებოდი. კი, იმიტომ რომ და ბებომ შეასრულა დიდი როლი ამაში, რომ მიდიოდი ხოლმე ესწრებოდი მის გაკვეთილებს? არა, არ ვესწრებოდი, მაგრამ ის სულ მესაუბრებოდა და ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები მისულან მასთან ბებო ბათუმში ცხოვრობდა და აი როდესაც ჩავდიოდი ზაფხულობით, ეს ამას სულ ვესწრებოდი და სულ აი მიყვებოდა ძალიან ბევრ რაღაცას და ეს მომწონდა, ეს მსიამოვნებდა მის მოსწავლეებს, ეს სკოლაზე, თან ბებოს ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა და რაღაცა ეს ფაქტობრივად გაუცნობიერებლად მოხდა, რომ გავხდარიყავი პედაგოგი. კი ბატონო. და იყო ესეთი მომენტი, როცა აი საერთოდ სხვა კარიერის არჩევაზე ფიქრობდი თუ არ ყოფილა? არ ყოფილა ეს განსხვავებულად სხვა კარიერა, რაღაცა შეიძლება მიფიქრია რომ ჩემს პროფესიაში რაღაცა უფრო მეტი დამემატებინა, რაღაცა სხვა თვალსაზრისით, სხვა კუთხით, მაგრამ განსხვავებულად არა. კი ბატონო. მაშინ მოდი მითხარი, რა იყო შენი ყველაზე დიდი შიში აი ამ კარიერის დასაწყისში ისიგეში? მე ძალიან ადრეულ ასაკში მომიწია, ასე ვთქვათ, ლექტორობა. ამას იმიტომ უსვამ ხაზს, რომ მაინც უნივერსიტეტში სწავლება განსხვავებული სპეციფიკას მოითხოვს და რაღაცა ეს უცბად როცა დავამთავრე ბაკალავრიატის საფეხური და დავიწყე ლექტორობა, ვიყავი 21 წლის და აი ჩემი გულწრფელი ის არის შიში იყო ის, რომ მე შევძლებ ამას, შემიძლია მე ეს. მქონდა ეს, მაგრამ სიმართლე გითხრათ ძალიან მალევე გადავლახე ეს და მივხვდი რომ კი, შენ ამას შეძლებ, მაგრამ მოგიწევს ძალიან დიდი შრომა და საკუთარ თავზე მუშაობა. იცი ძალიან უჩვეულო ახლა 21 წლის ლექტორი, რანაირად აღმოჩნდი უნივერსიტეტში? აი ჩემში ვინც დაინახა პირველი მასწავლებელი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის დეპარტამენტის პროფესორი ქალბატონი მანანა ქუთელია, ცნობილი გერმანისტი, ის აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მას უკავშირდება, როდესაც დამიბარა გასაუბრებაზე, ასე ვთქვათ, დაინახა ჩემში ეს პოტენციალი და უფრო მეტად ვიტყოდი მომცა შანსი. რომ მე ეს რა თქმა უნდა იყო იქ რაღაცა მე გავიარე ეტაპი შემოწმება, მაგრამ აი როდესაც ეს უკვე შანსის მოცემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მახსოვს აი ეს იყო რაღაცა ფურცელი მომცეს თავიდან, როცა პირველი კვირა ესე ხა წარმოიდგინეთ როდინდელ ამბავს ყვები, ეს ფურცელი მომცეს და იქ იყო განაწილებული ჯგუფები. იქ ეწერა ჯგუფები, მაგრამ ეს ჯგუფები იყო ძალიან ისეთი, აი შედარებით ესე დაბალ საფეხურს მოიცავდა, ხო? და ეს ნაკლები იყო, ცოტა იყო. მაგრამ აი მახსოვს რომ კვირის ბოლოს ყველა დღეშევსებული მქონდა, მათ შორის შაბათის დღეც და უკვე მე ესე ვთქვათ დამევალა მესწავლებინა ესეთი სერიოზული იმისთვის, ანუ ჯგუფებისთვის, მაღალი დონის ინგლისურის ჯგუფებისთვის და ეს იყო აი უზარმაზარი პასუხისმგებლობა. შოკი. მაგრამ ის იყო პასუხისმგებლობა იყო და აი ჩემ თავს რომ დაუსახე რომ შენ ეს უნდა შეძლო და ამ ადამიანს არ უნდა გაუცრო იმედი, თუნდაც იმის გამო რომ მოგცა შანსი, ასეთ ახალგაზრდა ასაკში, იმიტომ რომ რაღაცა მაშინ სხვათა შორის ეს ახალგაზრდა ლექტორი ეს 15 წლის წინ. კი. ხო
15-14 წლის წინ. ეს ახალგაზრდა ლექტორი, მაშინ ის იყო რაღაცა. ახლა ბევრად არა სხვათა შორის, უჩვეულო იყო, ხო, ხო, უჩვეულო ხო, იყო, ახლა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი სტუდენტი უკვე ლექტორი არის და ეს ძალიან ის არის, კარგია, ნორმალური, მაგრამ მაშინ ის იყო სიახლე იყო, კი. იმიტომ რომ ყველა მიჩვეული იყო, რომ რაღაცა ხანდაზმულიანი. კი, არა მარტო სამედიცინო უნივერსიტეტში, საერთოდ, კი, იმიტომ რომ ძირითადად მაინც უფრო აი სკოლებში რაღაც ესეთ იმაში საქმდებოდნენ როგორც ლექტორები უფრო ესე მოიაზრებოდნენ და ესე იგი შენ დაიწყე სამედიცინოში, მერე აღმოჩნდი ილიაში. როგორ დაემატა? შენი სურვილი იყო თუ შემოგთავაზება? არა, ჩემი სურვილი იყო. არა, შემოთავაზებაც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი სურვილი იყო ის, რომ ილიაში მემუშავა, კი, და როგორ შეუთავსე თავიდან გაგიჭირდა? კი. რთული იყო ძალიან, კი შეთავსება, ზოგადად იმუშაო 2 სამსახურში არის ძალიან რთული, მით უმეტეს ორ უმაღლეს დაწესებულებაში და როდესაც სხვადასხვა სპეციფიკა არის, იმიტომ რომ ილია უნიში სხვა სპეციფიკა იყო, სხვა მოთხოვნები იყო და ჩემი მეორე შოკი შეიძლება ეს იყო, იმიტომ რომ იქაც რაღაცა ესე უცბად აღმოჩნდი საკმაოდ ესე დატვირთული და ის იყო, მაგრამ აი ის მომენტი რომ გადავლახე ისე საკუთარ თავზე მუშაობით, მერე ასე ვთქვათ, გამარტივდა ყველაფერი, ხო? გამარტივდა, კი, გამარტივდა. და ილია უნიში ზოგად ინგლისურს ასწავლი, სამედიცინოში სამედიცინო ინგლისურს. სამედიცინო ინგლისურის სწავლება, რა თქმა უნდა, სხვა სპეციფიკაა, ხო? ზუსტად. ხო, თავიდან ალბათ მით უმეტეს. აი, როგორ აეწყე ამ ყველაფერს? რამდენად ახლოს იყო შენთან სამედიცინო ინგლისური? სამედიცინო ინგლისური გამოვიდა, რომ ძალიან ახლოს იყო, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი, როგორც კი როდესაც დავიწყე სწავლება, თან ეს მე თვითონ მომიწია საკუთარ თავზე მუშაობა, იმიტომ რომ ბაკალავრიატის საფეხურზე არანაირი ბაკალავრიატის საფეხურზე მოგეხსენება ჩვენ როდესაც ზოგად ინგლისურს გვასწავლიან და მათ შორის აკადემიურ ინგლისურსაც ვსწავლობთ და დარგობრივსაც არ ვსწავლობთ სამედიცინო ინგლისურს, ვსწავლობთ ბიზნეს ინგლისურს, ახალი ამბების ინგლისური, მაგრამ სამედიცინო ესე არის სწავლება. ამიტომ მე მომიწია საკუთარ თავზე მუშაობა, ესეც იყო ისეთი ძალიან საინტერესო პროცესი და აი უსასრულო პროცესი და მაშინ ვინაიდან პატარა ვიყავი, ეს ცოტა ესე უხეშად რო ვთქვათ, მაკომპლექსდებდა, რომ აი მე ამდენი ტერმინი და მე ამას როდის ამოვწურავ და იმახსოვს რომ სულ ვიწერდი ამ ტერმინებს ჩემის მქონდა ეს. შენ სწავლობდი. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ ხა როგორც აღვნიშნე, ისეთ ჯგუფებთანაც მიწევდა შესვლა, სადაც ანუ ესე უბრალოდ ვერ შეხვიდოდი ხა თან მით უმეტეს ფაქტობრივად თანატოლები ვიყავით. ხო ხდებით რა მხელა გამოწვევა იყო ეს და აი ძალიან ბევრს მუშაობდი. ხო, მე ეს ნელ-ნელა უფრო და უფრო დავიწყროვდა. ეხლაც რა თქმა უნდა ეს მუშაობ და ვაგრძელებ ამ თვალსაზრისით და სულ ვცდილობ რაღაცა სიახლეები ვიპოვო, მაგრამ ეს ასე ვთქვათ მე თვითონ შევისწავლე და დღემდე მაქვს ის ჩანაწერები კი, შენახული და ესე ვიცი ხოლმე ესე რომ შევდივა ლექციაზე სპეციალურად ავიღებ და მაინტერესებს რამდენად კარგად მაქვს გაკეთებული, იმიტომ რომ ვადარებ და ისა თან მაშინ AI არისო, არანაირი ტექნოლოგია. ონლაინ ლექსიკონებიც ისე არისო სხვათა შორის, ხო, განვითარებული. და საიდან შოულობდი ამ მასალას, მაგალითად ბიბლიოთეკაში დადიოდი თუ იყო მაინც რაღაც რესურსები. სახელმძღვანელო, რომელიც ქონდა ის ჩვენს დეპარტამენტში, იმ სახელმძღვანელოს ვამუშავებდი და აი ტერმინოლოგიის თვალსაზრისით ვერ ვიტყვი, რომ ლექსიკონებში ვერ პოულობდი ამ იმას. იყო ხო მაინც ესე იყო კი და მინდა სიამაყით აღვნიშნო ჩემი უფროსი კოლეგები, რომელთანაც მქონდა კონსულტაცია და მათ ნათქვამი ჰქონდათ, რომ თუ რაღაცა და გაინტერესებს, აუცილებლად მოდი, გუკითხე და მე როცა რაღაცა მაინტერესებდა, მივდიოდი, ვეკითხებოდი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ის იყო, იმიტომ რომ მათთან გავდიოდი ამ კონსულტაციას, ასე ვთქვათ და ისინი მეხმარებოდნენ, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მათ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაშინ რა მითხარ, იცი, ანუ შენი აზრით რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა აი ამ სამედიცინო ინგლისურის სწავლებისას შენთვის რა დააფიქსირე? ყველაზე დიდი გამოწვევა არის საუბარი. ასაუბრო, კომუნიკაცია, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში ტერმინოლოგიას ფლობენ. აი თავადაც მითხარი, რომ გაქვს ჩვენ საუბრობდით ამაზე შეხება.
სამედიცინო პერსონალთან დარწმუნებული ვარ, როდესაც გეკონტაქტებიან, გეუბნებიან, რომ ტერმინებს კარგად ვფლობ, სტატიებს გადასარევად კითხულობ, მაგრამ აი ეს საუბარი, ხო, ის არის პრობლემა არის და ეს არის ისეთი დიდი გამოწვევა, ასე ვთქვათ, და საინტერესო არის, იმიტომ რომ აი ეს ვცდილობ, რომ ეს ტერმინები ხო მე როგორ გადმოიტან ამას უშუალოდ პრაქტიკაში, როგორ ისაუბრებენ, როგორ იქნება როლური თამაშების სიმულაციები და შემიძლია ვთქვა, რომ ამ თვალსაზრისით ვითარდება სამედიცინო ინგლისურიც. უბრალოდ განვითარდა, მაგრამ აი როგორც ზოგად ინგლისურში ეს ხო ჩამოყალიბებული არის, ვთქვათ. კი, ხო, აი იქ რაღაცა ცოტა იმას გრძნობ იცი, აი მე მეტი ის არის საჭიროება ამ კუთხით, რომ გახდეს უფრო პრაქტიკული, იმიტომ რომ მხოლოდ ტერმინოლოგიის ცოდნა, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და მაშინ როდესაც მათ ეს ანამნეზი უნდა შეკრიბონ, რაღაცა პაციენტს კითხვები დაუსვან, აი აქ იჭედებიან და აქ ჭირდებათ ჩვენი დახმარება. ტერმინოლოგიაშიც ჭირდებათ ჩვენი დახმარება, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს გაუსვამ ხას, ეს არის ტექნიკური და არატექნიკური ტერმინების ფლობა. ხო, იმიტომ რომ იციან ეს ექიმებმა ტექნიკური ტერმინები იციან, დასახელებები ამ იმისი, დაავადებების, რაღაცა ტიპები, სხვადასხვა რაღაცეების და აი მაგალითად არატექნიკური ტერმინი, რომელიც შეიძლება ზოგადი ინგლისურის სიტყვა იყოს, შეიძლება არა, ასე არის, ის არ იცოდნენ, ამიტომ ამაზე აუცილებლად ვამახვილებ ყურადღებას ზოგადად ამ საკითხზე. როგორც სტუდენტებთან, ანუ მომავალ ექიმებთან და ასევე მოქმედ ექიმებთან, იმიტომ რომ ოდესაც მოდის პაციენტი, აუცილებელია რაღაცა ისე თქვა და არ უთხრა პროდუქტიული ხველა, იმიტომ რომ ხო, ვერ გაიგებს ამას ის. რა თქმა უნდა. და ანუ ექიმებსაც ასწავლი, ოღონდ ეს უკვე არა უნივერსიტეტში, კერძოდ. არა, ჩვენს ცენტრში არის კურსები, სადაც ექიმებისთვის არის კი, ძალიან კარგი კურსები გვაქვს, გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და ვიტყვი და ისა მაქვს შეხება მოქმედ ექიმებთან. ყველასთან მაქვს შეხება, შეიძლება ითქვას. და ყველა მიმართულება ყველა მიმართულება, კი, არის მოთხოვნა, როდესაც ნახეთ, როდესაც ისინი არ ფლობენ, ვერ ფლობენ, ასე ვთქვათ, ზოგადი ინგლისურის ისე ვერ არიან, აქვთ ხოლმე ეს მომენტი, რომ ჯერ ამას გავიმყარებთ და შემდგომ სამედიცინო ინგლისურით, კი. მაგრამ არის ესეთი ჯგუფები, ასე ვთქვათ, და დატვირთულია, ანუ მოდიან და სწავლობენ ესე რეგულარულად. რეგულარულად არის, ახლა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დატვირთული არის, ვისურვებდი რომ უფრო მეტად იყოს. გუწრფელად გეტყვით, უფრო, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი რესურსი გვაქვს ამისთვის და ესეთი გამოცდილი პერსონალიც გვყავს. ვისაც შეუძლია რომ კარგად მიაწოდოს. კი, რა თქმა უნდა. კი, და მართლა ახლა ესეთი გამოცდილები, მაგრამ იმედი მაქვს გაიზრდება მოთხოვნა, იმიტომ რომ რეალურად მოთხოვნა არის ძალიან დიდი. ეს შეიძლება ითქვას არის რაღაცა ინფორმაციაც კი არა აქვს შეიძლება ასე ითქვას ამ კურსების შესახებ. მე ხა მაგალითად რა ვიცი, პირველად გავიგე რომ ზოგადად მოქმედ ექიმებს შეეძლოთ მოსწავლე. კი, როგორ არა, იმიტომ რომ ერთი არის სტუდენტებისთვის, რაც გვაქვს ჩვენ შემუშავებული სილაბუსით გათვალისწინებული პროგრამა, რომელსაც ვასწავლით გარკვეული სემესტრების მანძილზე და მეორე არის ეს კურსები ექიმებისთვის, რომელთაც მათ დროზე ვართ მორგებული, ისიც კი შეგვიძლია საკლინიკაში ადგილზე მივიდეთ. და კი, აი სხვა შორის ერთ შემთხვევა მინდა გავიხსენო, რამდენად მოთხოვნადი არის, ამას წინათ მომიწია თერაპევტთან კონსულტაცია. და ისა, როდესაც ესე ხა გაიგო ჩემი პროფესიის შესახებ რა საქმიანობდი, ესეთი ძალიან ისე სასიამოვნო ასაკოვანი ქალბატონი იყო და ის სინანულით მითხრა, რომ აი სულ მინდაო, რომ ვისწავლოო და ისო რაღაცა ვერ დავაყენეო საშველიო და მაგრამ იცოდა რომ იყო არ იცოდა და რა თქმა უნდა უთხარი და უი მართლა ანუ არ არის ეს ინფორმაცია. არა, იცი რა არის, ბოდიში გაგაწყვეტინე, ისა, ვერ ვიტყვი რომ არ არის, რა ვიცი, ხო, ვცდილობთ მაქსიმალურად ამის პოპულარიზაცია გავაკეთოთ, მაგრამ აი ბევრი ის არის ფაქტორი არის ალბათ, რომ ვერ ახერხებენ დრო, რა ვიცი. ან თავისი პირადი ფაქტორები ალბათ. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ გაიზრდება მოთხოვნა. ყოველ შემთხვევაში ამას ვისურვებდი. მე მგონია რომ გაიზრდება, იმიტომ რომ ფაქტია ყველა სფეროში სჭირდება ეს ინგლისური და ექიმებს მით უმეტეს.
კიდევ მაინტერესებდა როგორ უმკლავდებიან სტუდენტები ლათინურ ტერმინებს. ხო არის ძალიან ბევრი ლათინური ბერძნულიც ხო ტერმინები. კარგად უმკლავდებით, მეც და სტუდენტებიც ამ თვალსაზრისით შემიძლია ისე თამამად თქვა ეს, იმიტომ რომ არის, რა თქმა უნდა, ესეც უმნიშვნელოვანესი არის და ალბათ აი წარმოუდგენელიც არის მათთვის, უკვე ვერ წარმოუდგენიათ იმდენად ბუნებრივი არის ეს ლათინურის გარეშე მედიცინა კი. მაგრამ ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი არის აქცენტები გავაკეთო ტერმინებზე უშუალოდ და აი ვთქვათ ის პრეფიქსები, სუფიქსები, გამოთქმა როგორ არის, კი, ეს მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ამ საკითხს ესა ჩვენივრად. ჩვენივრად. იცი რა მაინტერესებს, აი დავუშვათ სტუდენტი ახლა იწყებს სამედიცინო ინგლისურის სწავლას. რას ურჩევდი ასეთ სტუდენტს? არ დაკარგოს დრო. ანუ როგორ ისწავლოს, დაიწყოს სწავლა, დრო არ უნდა დაკარგოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას და ამისთვის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, იმიტომ რომ ინფორმაცია ინგლისურად არის უმეტესობა, ისინი ეს გაიდლაინები, ასე ვთქვათ, სულ ინგლისურად არის და ვიდეოები, ერთ-ერთი ძალიან კარგი რესურსი არის TED Talk-ი, რომელსაც ვიყენებ მე ჩემ სტუდენტებთან, ძალიან კარგი ვიდეოები აქვს სასწავლო, ისეთი. კი, რაღაცა სახალისოდ, სასწავლოც და ამიტომ ისა უნდა დაიწყოს და უნდა დაიწყოს კი და უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, აგერ საკუთარი მაგალითი. შეგიძლია მოიყვანო. და აი თვით სწავლებით ამ დარგში შეიძლება პროგრესი, რახან შენ ამბობ რომ დაიწყოს დღეს, ხო, გულისხმობ რომ თვითონაც დაიწყოს, ხო? აუცილებლად ეს თვით სწავლება და ზოგადად ის ძალიან მნიშვნელოვანი არის განათლებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა, კარგია რომ ყავდეს ხელშემწყობი, მასწავლებელს გულისხმობ, მაგრამ ისა თვითონაც, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ბაზისური ტერმინები, რომელიც უნდა ამოიწუროს და ეს შეუძლია თვითონაც თვითონაც შეუძლია თუ ვთქვათ ის არ ეყოლება მასწავლებელი, თვითონაც შეუძლია რომ გააკეთოს, ან ვთქვათ აი რაღაცა კურსის გაკეთებას აპირებს, ან შეიძლება ასწავლოს მარტო სტუდენტებზე ხوار საუბრობ ნებისმიერზე, ხო? კი, და მე რა ვთქვათ შეუძლია რომ ისიც ყავდეს, ვინც დაეხმარება, მაგრამ მაინც აი სიმართლე რო გითხრა, ძალიან მნიშვნელოვანი არის თვით განვითარება ამ კუთხით, იმიტომ რომ სულ ხომ არ გექნება ეს პრაქტიკა. და თან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხა სამედიცინო ტერმინოლოგია ესე არ ვითარდება, ვერ ვითარდება, იმიტომ რომ სტანდარტია და სტანდარტი არის, ხა რაღაცა ტერმინები შემოდის განსაკუთრებით ეს ხა არატექნიკურ ტერმინებზე თუ საუბრობთ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არის, რომ მუდმივად ფორმაში იყოს და აი თუნდაც გაეცნოს ამ თანამედროვე მიღწევებს. მასწავლებლობა შენთვის უფრო პასუხისმგებლობაა თუ თავისუფლება? პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და შესაბამისად თავისუფლებაც. ეს შეიძლება რაღაცა პარადოქსივით იყოს, მაგრამ ხო, ვიცით, რომ ამ პასუხისმგებლობას მე თავისუფლებაც მოაქვს, მაგრამ პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა. და აი ყველა ვამბობთ რომ რაღაც უხილავი ემოციური დატვირთვა მოყვება ხო ამ ლექტორის პროფესიას. რა არის შენთვის ის ემოციური დატვირთვა? კი, ნამდვილად ძალიან კარგი კითხვა არის, ნუცა. ალბათ ის რომ წინასწარ არ იცი რა მოხდება. არ ხარ დაზღვეული არაფრისგან და როდესაც შედიხარ აუდიტორიაში და იწყებ ლექციას, აი ეს არის ეს დატვირთვა ემოციური. ეს ვერ ვიტყვი რომ კი, ვერ ვიტყვი ეს უარყოფითი უნდა იყოს მაინდა-მაინც, მაგრამ აი რასაც ქვია დატვირთვა, ჩემთვის ეს არის, იმიტომ რომ შენ არ იცი როგორი უკავშირი გექნება. მაინც მიუხედავად ყველაფრისა, რომ ციცნობდე სტუდენტებს. რომ ციცნობდე, აი ბევრი ფაქტორი არის, ხო, დამოკიდებული არის ყველაფერში ჩანს მათი ეს უკავშირი გამომეტყველებაში, გადახედვაში, გადალაპარაკებაში და აი ჩემთვის ეს არის ემოციური დატვირთვა. და ლექტორიც და მასწავლებელიც ყოველთვის ამჩნევს, ხო, ამ ყველაფერს. აი ძალიან უცნაურია. მე ჯგუფებში რომ მიმუშავია, ხო, ამდენი ხალხი მყოლია, ხანდახან 15 სტუდენტი, უფროსი ბავშვი. თითქოს ყოველთვის ვამჩნევ ხოლმე მათ აი ამ გადახედვას და რაღაც ისეთ ემოციას. შეიძლება თვითონ ვერ ხვდებიან, მაგრამ ჩვენ მეც გონია რომ ვერ ხვდებიან.
კი. ხანდახან ვერ ხო, ვერ ხვდებიან. ამიტომ ეს აი რამდენად პოზიტიურად წამოვლენ ისინი, ეს არის მაინც ვიტყოდი მნიშვნელოვანი და აი როცა ახალ ჯგუფთან შედიხარ პირველი გაცნობითი დღე გაქვს, რამდენად განსხვავებულია უფრო ალბათ ხო ემოციური? განსხვავებული არის, იმიტომ ეს არის ერთ-ერთი ისა უდიდესი გამოწვევა ჩემთვის, რაც უფრო დრო გადის, იმიტომ რომ ცოტა ამაღელვებელიც კი არის, რომ აი ამდენი წლის მერე მაინც იგივე ესეთი გზნობა გაქვს, ხო? კი, იგივე გზნობა გაქვს, ხო, რომ რაღაცა ისეთი შედიხარ და რაღაცა არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი თუ ვიტყოდი, რომ როცა ხედავ მათგან ეს რაღაც აღფრთოვანება, რომ მოდის ეს ძალიან ესე მახარებს, ბედნიერი ვარ. ამით. მაგრამ მაინც გაქვს ცოტა შფოთვა, ხო, ახლა ახალ და ჯგუფთან. აი შფოთვა უკვე აღარ არის გულწრფელი ვიქნები. ხო, მაგრამ ის მომენტი არის, იმიტომ რომ უკვე ვიცი ეს როგორ დაალაგდება, ხო? მერე ჩვენ ისეთ ეს ადაპტაცია ხდება, ჩვეულებრივი, მერე ესე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ეს თანამშრომლობაზე არის დაფუძნებული ჩვენი სწავლება და ეს ვიცი რომ ასე იქნება. ეხლა უბრალოდ როცა არიცი ვინ დაგვხვდება ჯგუფში. ხო, კი, რა თქმა უნდა, ასეთი ის არის, მაგრამ როდესაც თავარი ის არის განწყობა და ამაზე მუშაობ, რომ ეს განწყობა იყოს ეს პოზიტიური დადებითი, ცდილობ ყოველ შემთხვევაში. რამდენად რთულია შენთვის ყოველდღიურად ენერგიული ლექტორის როლის შენარჩუნება? როგორ ხვდები ენერგიული ლექტორი ხარ აშკარად, ხო? ესეთი შრომის. იცი რა არის, ჩემი ჩვევა არის უკვე, გამომიმუშავდა ეს და აი არ ვიცი. ეს ასეც უნდა იყოს და ისე რა თქმა უნდა არის რთული, ახლა არ არის მარტივი. მაგრამ ეს ჩემი ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა არის, ეს ასეც უნდა იყოს. კი. ჩვენიერი. არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც სტუდენტები მოყვებიან, აი პირველი კურსიდან ბოლო კურსამდე, ან რამდენი წელი შეიძლება ასწავლოთ? ხო, ესეც განსხვავებული არის, დამოკიდებული არის უნივერსიტეტზე, როგორც წესი 2 წელი. პირველი 2 წელი ვასწავლით ინგლისურს და მერე უკვე შეიძლება რაღაცა კურსი აირჩიონ, ახლა სამედიცინო უნივერსიტეტში მაგალითად ირჩევენ არჩევითი ინგლისურის და მაშინ კურსი ისევ შენასწავლე. მეც და სხვებიც კი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება იგივე სტუდენტი მესამე და მეოთხე კურსზე ნახო. კი, შეიძლება იყოს ესეთი რაღაცა. აი ესეთ სტუდენტებზე რო ვიფიქროთ ახლა, რა ცვლილებებს ამჩნევ ხოლმე პირველი კურსიდან აი ამ მეორე მესამე თუნდაც ბოლო კურსი? ეს მათი мотиваცია არის გაზრდილი. მესამე კურსელებთან მქონია შეხება, პრაქტიკულ ინგლისურს ვასწავლით და უფრო ისინი არიან, ასე ვთქვათ, გაზრდილები, თუმცა სიმართლე რო გითხრათ, ამას უკვე მეორე სემესტრიდანაც ვამჩნევ ხოლმე, მესამე სემესტრშიც ვამჩნევ უკვე, იმიტომ რომ საბედნიეროდ პროგრესზე არიან ორიენტირებულები და ეხლა პირველ სემესტრში ბუნებრივი არის მათი მდგომარეობა, როგორიც არის, მაგრამ აი მეორე სემესტრიდან ეს უკვე ჩანს, რომ ეს პროგრესი და ზოგადად მე ჩემი სტუდენტობაც რო გავიხსენო, ჩემ შემთხვევაშიც შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება დაინახო ხო შემთხვევაში. და რახან мотиваცია ახსენე? როგორ რეაგირებ, როცა ხედავ, რომ სტუდენტი აი საერთოდ არ არის მოტივირებული? ხო, აი მე ჩემთვის мотиваცია ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ვცდილობ ვიყო ესეთი მასწავლებელი, რომელიც мотиваციას იძლევა. და შესაბამისად, ხო, რეაგირებ, იმედი მაქვს, ესე მძაფრად არ რეაგირებ, ეს არ ჩანს გამოხატულად, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ის იყოს მოტივირებული. თუმცა აქვე ვიტყვი იმას, რომ როდესაც სტუდენტი შემოდის აუდიტორიაში, ის არის მოტივირებული. იმიტომ რომ იცის უმეტესწილად გააზრებული აქვს ის, რომ უნდა ჩაერთოს, უნდა მიიღოს მონაწილეობა, ეს რომ ისთვის ის არის თან შეფასებადი არის, ეს არის ბერკეტი. რა თქმა უნდა, მაგრამ არის ხო შემთხვევები, ამიტომ ეს ასე ვთქვათ, ყველანაირად ვცდილობ, რომ მაგრამ არის ობიექტური მიზეზიც, რომელსაც ვითვალისწინებ. იშვიათად, მაგრამ თუ არის ობიექტური მიზეზი, მე ამას ვითვალისწინებ. იმიტომ რომ გეუბნებიან, გიზიარებენ ალბათ თუ ყოფილა შემთხვევაში შეიძლება შევატყვე, იშვიათად ხდება და მომხდარა. კი, რა თქმა უნდა. შემდგომ როდესაც დაბრუნებულა ის სტუდენტი, სხვანაირი ყოფილა. ჩვენ ალბათ თითქმის ყველა მასწავლებელი ვთანხმდებით, რომ ვართ ფსიქოლოგებიც და ამას ხშირად აღნიშნავთ ხოლმე. კი. შენი აზრით შეიძლება მასწავლებელმა ისე შეცვალოს სტუდენტის ცხოვრება რაღაცნაირად, რომ აი თვითონაც ვერ გაიგოს. კი, მე ჯერა რომ ეს შესაძლებელი არის და
სხვათა შორის ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩემთვის უთქვამთ, მესამე პირს უთქვამს, რომ აი ესე თიკო იყო ჩემი ლექტორი და რაღაცა ძალიან დადებითი ის მოდიოდა მათგან და განსაკუთრებით მიხარია ასეთი შემთხვევები. არა, პირისპირაც მიხარია, როდესაც ამას აღნიშნავენ, მაგრამ აი მესამე პირს რო უთქვამს ისე, აი შემთხვევით რომ გადაწყდომია და აი მაშინ ხვდები, რომ ალბათ რაღაცა მცირე წვლილი შემიტანია, ეხლა რაღაცა ისეთი გლობალური ცვლილება ვერა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის ესეც მნიშვნელოვანია და შესაბამისად კი ძალიან დიდ როლს ასრულებენ მასწავლებლები. კი ბატონო. მოდი დავუბრუნდეთ идеალურ ლექციას. შენთვის идеალური ლექცია რა არის? აი როგორ წარმოგიდგენი უფრო ენერგია, სტრუქტურა, რას მიყვები, ემოცია, როგორ აღწერდი? ემოცია, განწყობა. პირველ რიგში ემოცია, განწყობა და მერე ის სტრუქტურაც იქნება და ყველაფერი რაღაცა კარგად დაალაგდება, ხო, იმიტომ რომ განწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე თვითონ მეხმარება ეს თქვათ რომ ჩემი პრობლემები გადადის უკანა პლანზე და ეს უნდა განაწყო, ეხლა თუ არ განაწყობ ისე რანაირად მით უმეტეს ენას როდესაც ასწავლი, ეხლა ხო ვიცით რომ ალბათ სხვა შემთხვევაშიც მასია, მაგრამ ენის სწავლებაში განწყობა არის, აი ძალიან მნიშვნელოვანი, აქვე გავიხსენებ აი სელტას, როდესაც ვაკეთებდი, რამდენად აი ერთ-ერთი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი იყო დაამყარო კარგი ურთიერთობა სტუდენტთან და ეს იყო დიდი პლუსი იყო, კი, განსაკუთრებით დასაწყისში, როდესაც ისეთი მოთხოვნები შეიძლება არ იყო რაღაცა არ ქონდათ. ძალიან ჩაუღრმავდი. ხო, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობა. და ძალიან კარგია სელტა რომ ახსენე. მოდი გადავიდეთ მაშინ ამ თემაზე და მითხარი, რატო გადაწყვიტე სელტას გაკეთება და თუ შეგიძლია გაიხსენო შენი ლექციები სელტამდე და მერე. ხო. კი, შემიძლია გავიხსენო და აქვე ვიტყვი რომ შეიცვალა მიდგომა. ანუ დაიხვეწა გაცილებით, უფრო დაალაგდა. ასე ვიტყოდი მე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სელტა ჩემთვის. და მოდი თუ ვინმე მარიცის, იმიტომ რომ ხშირად მასწავლებლები მეკითხებიან, რომ აი როგორ განვითარდე, რას მირჩევ და როგორ ვნების სელტას, ხანდახან არიციან რა არის სელტა და მე რა თქმა უნდა ვუხსნი და მოდი აქაც ავხსნათ, ხო? ეს სელტა რას მოიცავს რა? სელტა ეს არის პრაქტიკული კურსი. ინტენსიური კურსი მასწავლებლებისთვის, რომელიც ბოდიში შეგაწყვეტინებ აქვე უცბად შეიძლება არ იყო ხო მასწავლებელი და ისე გააკეთო. კი, ნებისმიერ შეუძლია რომ გააკეთოს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაგალითად დამეხმარა ის ფაქტორი, რომ უკვე მქონდა გამოცდილება და მე გავაკეთე სელტა. და შეიძლება ითქვას უნიკალური შესაძლებლობა შეგაფასონ როგორ ატარებ გაკვეთილს, მიიღო უკავშირი, თავად მისცე უკავშირი, ვისთან ერთადაც იქნები, გაივლი გააკეთებ სელტას და ძალიან კარგი ის არის, შესაძლებლობა არის, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არის ფინანსებთან დაკავშირებული. მე მაგალითად საკუთარი ფინანსებით კი, სხვათა შორის მინდოდა მეთქვა ბევრმა მომწერა, რომ კი შეიძლება იცის სელტა და მაგალითად უნდა გაკეთება, მაგრამ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ვერ აკეთებენ და ძალიან ბევრი ორჭოფობს ამის გამო ღირს თუ არა. რას ეტყოდი, ღირს იმ ფინანსების გაღება ამ კურსისთვის? ჩემი აზრით ღირს. კი, იმიტომ რომ ის არის განვითარება არის, წინსვლა არის და კი, ნამდვილად ღირს და ეხლა ისეთი თანხაც არ არის, რომ რეალურად მე რასაც გაძლევს უკვე მე ალბათ იმდენად ისეთი ხდები, პროფესიონალი ხდები, თუმცა აი ისევ სელტას რო დაუბრუნდეთ, საკმაოდ სტრესული არის. ესეც უნდა აღინიშნოს. მარტივი კურსი არ არის და მაგას დამოკიდებული არის, რას წამოიღებ იქედან. და ასევე უმნიშვნელოვანესი არის მე როგორ განვითარდები. იმიტომ რომ მინდა აღნიშნო და სიყვარულით გავიხსენო, ჩემი უძვირფასესი ტრენერი თამთამ შვიდობაძე, როდესაც ეს გავიარეთ უკვე კურსი და ესე ვთქვათ, ჩამოყალიბებული ისინი ვიყავით სელტას სერტიფიცირებულები, ესე გითხრა, რომ იცოდეთო, რომ ის მუდმივად უნდა გააგრძელოთ ეს წინსვლა, განვითარება. დინოზავრები არ უნდა გახდეთო და მე ეს ისე მახსოვდა, რომ აი
კაი ხანი ისე სულის მქონდა, ისელთა რომ გავაკეთე და მე რომ გავაგრძელე და თან ისე აქტიურად რომ გავაგრძელე სწავლება, აი თუ კი რაღაცა შეიძლებოდა ისე ვერ წასულიყო საგაკვეთილო პროცესში, სულ მეგონა რომ ვაიმე ეხლა რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, ხო, ამიტომ ის არის, კარგი კურსი არის, მაგრამ შემდგომ უნდა გაგრძელდეს ისე გავითარებ. იმიტომ რომ ალბათ უნდა გაიხსენოთ თან, ხო ის გამოიყენო პრაქტიკაში. მუდმივად თუ არ გამოიყენებ, ამას ეს ხა ცარიელი ის არ არის. ფურცელი მარტო რა სერტიფიკატი ქონდეს. ანუ შენ აძლევ ამ რეკომენდაციას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, კი, იცი რა ხა, ვინც უმაღლესში ასწავლის და ვინც ზოგად ენას ასწავლის, რატომაც არა, თავად რა სიტყოდი. ხო, მე ყოველთვის ვუჩვევ, მე აბსოლუტურად ვუჩვევ. ეხლა არის ვინც იმას ასწავლის შედარებით პატარებს, ასე ვთქვათ, რაღაც სხვა კურსიც არის და შეიძლება ხო, ის გაიაროს, ხო და დაუბრუნდეთ უნივერსიტეტს და ვთქვათ, როგორ შეიცვალა ქართული უნივერსიტეტი შენი სტუდენტობიდან დღემდე? შეიცვალა უკეთესობისკენ. უფრო განვითარებულია, უფრო ჩამოყალიბებულია, იმიტომ რომ მე როდესაც ვიყავი სტუდენტი და როდესაც გავხდი სტუდენტი, მაშინ ყალიბდებოდა ბოლონიის პროცესები. აი მახსოვს რომ აი კურსიდან კურსამდე გვეწეოდა რაღაცები, ბაზები, საგნების არჩევა, ქულების გამოთვლა და ახლა ეს ყველაფერი შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებული არის. ახლა შეიძლება ჩვენ ვიდაოთ, რამდენად კარგად არის ეს, მაგრამ ვითარდება, აი ახლაც მაგალითად. ეს პროცესი მიმდინარეობს. კი, ახლაც აი მაგალითად სილაბუსებზე ისე მუშაობთ, რომ დაიხვეწოს კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს. და აი თუ შევადარებთ ჩვენს თავს საერთაშორისო სტანდარტებთან, როგორ ფიქრობთ, რაში ვართ ძლიერი და რა გვაკლია? ძლიერი ვართ იმაში, რომ ზოგადად ნიჭიერები ვართ, შეიძლება ასე ითქვას. სტუდენტები ნიჭიერები არიან და მე როდესაც დავდივარ საზღვარგარეთ სხვა უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით, ამას ვამჩნევ და ეს არ არის ხმამაღალი ნათქვამი. იქ ბოდიში ეს გაცვლითი პროგრამით, ანუ რას აკეთებ? Erasmus Plus-ით Staff Mobility არის პერსონალის გაცვლითი პროგრამა. ხო, როდესაც ისა მივდივარ და იქ ლექციებს ვატარებ. ერთკვირიანი ის არის, ერთი ან ორკვირიანი ის არის და მაქვს შესაძლებლობა დავაკვირდე სტუდენტებს. უცხოელ სტუდენტებს. ინგლისურს ასწავლეთ ჩვეულებრივად. კი. შესაძლოა ქონდა წინასწარ ვათანხმებთ, თქვათ რაზე უნდა წაიკითხო ლექცია, რას უნდა შეეხებოდეს ეს და ეხლა განსაკუთრებულად აქტიურად მომიწია შემოდგომის სემესტრშიც მქონდა პატივი, ყოფილიყავი კომენიუსის უნივერსიტეტში და ახლა ცოტა ხნის წინ დავბრუნდი მაკედონიის უნივერსიტეტიდან, ხო, სალონიკში ერასმუსის დამსახურებით და ეს შედარებას ვაკეთებ. აი გითხარი ეს შედარება, ეხლა რა შეამჩნია უცხოელ სტუდენტებსა და ქართველებს შორის? ანუ ამას ამბობდი ფაქტიურად და გავაგრძელებ. კი. ხო, აი თან ასევე შესაძლებლობა მაქვს არა მარტო ვასწავლო, არამედ დავაკვირდე და ესეც დამეთანხმები რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც აკვირდები სასწავლო პროცესს, როგორ ასწავლიან. ხო, აი უფრო ისინი შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცა ეს აი კომუნიკაციური მეთოდები ჩვენთან რაღაცა აი ძალიან ისე კარგად დაიგეგმა წყვილებში მუშაობა, ჯგუფური ისინი და აი ძალიან ისე ასე ვთქვათ, ეს თვალში საცემი არის. და იქ არ არის უფრო ლექციური ტიპია გინდა? აი ლექციური ტიპი არის, იმიტომ რომ ერთ საინტერესო ასპექტზე გავამახვილებდი ყურადღებას, რაც ჩემთვის იყო აი ძალიან ისეთი გასაკვირი. როდესაც მქონდა საუბარი ჩემს კოლეგებთან, არის ის, რომ ისინი არ ფასდებიან ლექციებზე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ დასწრება არის თავისუფალი. და შემდგომ, როდესაც აქვთ შუალედური შეფასება თუ ფინალური შეფასება, იქ ჩანს მათი ცოდნა. და შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ეს ასე ვთქვათ, ჩართულობის მომენტი არის ნაკლები. არ აინტერესებს, არ არიან მოტივირებული. ხო, ისეთი აი ჩვენც მაგალითად ძალიან დიდი ის როცა გვაქვს განწყობა, რომ აი ჩართო რაღაცა ერთმანეთში ისაუბრონ, ასე არ არის. და უფრო დიდი ჯგუფებიც არის. მაგრამ როგორც ბოლოს მითხრეს მაკედონიის უნივერსიტეტში ყველა არ ესწრება, იმიტომ რომ ერთმა ჩემმა კოლეგამ, როდესაც მითხრა რომ 300 სტუდენტი არის დარეგისტრირებული მის კურსზე და უთხარი რამდენი ჯგუფია თქო, ესე მითხრა რომ ერთი ჯგუფი არის. ერთი ჯგუფი 300 სტუდენტი. უცბად წარმოიდგინე ხა ენის სპეციალისტი რო ხარ და ძალიან გამიგდა, ნუ გეშინიაო არ დადიანო, არაო
ისა ძალიან ცოტა მოვაო და მართლაც ისეთი ცოტა იყო, რამდენიმე სტუდენტი იყო მოსული თან. კი, თან ის ხა სემესტრის ბოლოს იყო სიმართლე რო გითხრა, მაგრამ აი ეს როდესაც ჩემი ლექცია ხა თქვა უნდა ინტერაქციული იყო და როდესაც უთხარი რომ აი მაგალითად ჯერ შეგიძლიათ ეს განიხილოთ და განის გადახედეს ერთმანეთს და ხო, ეს რა თქმა უნდა ტექნიკურად გამოვასწორეთ, ეს არ იყო პრობლემა, ეს პირდაპირ სიტყვა პასუხის რეჟიმში, ვისაც სრული ქონდა, მაგრამ მე ეს დავინახე რომ მათ ეს არა აქვთ ასე. არ არის მიჩვეული ესეთი. არ არის და ეს ალბათ ჩვენთვის უპირატესობაც არის, იმიტომ რომ ეხა კი ჩვენ ბერკეტი გვაქვს აქტიურობის ქულა, რომელიც საკმაოდ ისეთი სოლიდური ქულა ენიჭება მას, მაგრამ საპირწონედ ისინი ძალიან კარგ უნარებს იძენენ. რა თქმა უნდა. ანუ ფასდებიან დასწრებითაც და რამდენად აქტიურები არიან ლექციებზე ამითაც? მე რაც მაქვს შეხება დასწრებით არ ვაფასებთ, ვაფასებთ უშუალოდ აქტიურობით, იმიტომ რომ თუ სტუდენტი ესწრება, ის შესაბამისად უნდა იყოს ჩართული, არის კიდეც ჩართული, აქტიურობს და ამის მიხედვით ფასდება. ხო, მეც ახლა გამახსენდა სხვათა შორის, როცა ერასმუსით რიგაში ვსწავლობდი, პრინციპში ესე იყო ჩვენთანაც დასწრება ფაქტიურად არ იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენ ქართველი სტუდენტები ესწრებოდით ყველა ლექციას არ ვასწრებდით, მაგრამ ეხლა რომ ახსენდება, იყვნენ იქ ადამიანები სიაში, ვინც საერთოდ ნანახი არ ყავდა. რაც პრინციპში მე ვფიქრობ, რომ მაინც მნიშვნელოვანია ლექციებზე დასწრება, ალბათ უფრო ძველმოდური ვარ. არა, რატო ეს ჩვენი ის არის ასე ვთქვათ. რაღაცა თითქოს ჩვენთან ასეთი სტანდარტი არის, რომ ის უნდა შეაფასო ქართული სტუდენტის ისა მუშაობა, ასე ვთქვათ და ეს ეხა ენასთან როცა არის მიბმული, მე სხვა საგანზე ვერ ვისაუბრებ, ენასთან როცა არის მიბმული, რანაირად გამოიმუშავებს ამ უნარებს თუ გინდა. ელემენტად მოსმენის უნარიც იყოს ერთმანეთს შორის. მაგრამ აი როგორც აღნიშნე იყვნენ ისეთები, ვინც არ დადიოდნენ, ისინი აბარებდნენ ამ საგანს. შეიძლება მათ მიიღონ მაღალი ქულები, უბრალოდ ან შეიძლება არც მიიღონ მაღალი, იმიტომ რომ ამაზეც მქონდა საუბარი ჩემს კოლეგებთან, აი ეს რაღაცა ეს მინიმალური სტანდარტი მათთვის ხო, დამაკმაყოფილებელი არის. კი, იმას დაწერენ, მასალები ხელმისაწვდომი არის და უბრალოდ ენისთვის და ენაში ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. ხო, ну თქვათ რომ მაგაზე თანხმდებით რომ მაინც ლექციებზე დასწრება ალბათ უფრო ეფექტურია. როდესაც ენას ასწავლი, ისა კი. სტუდენტების შეფასება რამდენად სამართლიანი პროცესია დღეს? სამართლიანი პროცესი არის. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეს შეფასების სქემები, სილაბუსი და ასე შემდეგ და რამდენად არა, ნახე მაგის თქვა მინდა რომ მე როგორ მივყვები ეს სამართლიანი რომ უნდა იყოს და ობიექტური რომ უნდა იყოს, ეს უკვე ჩემზეა და მე ვფიქრობ რომ ამას სამართლიანად ხდება, იმიტომ რომ გაქვს ლავირების საშუალება და თუ არ მოხდება სამართლიანად, სტუდენტს აქვს უფლება და მე შეუძლია ეს გადაიხედოს, რაც მენაკლებად მქონია პრაქტიკაში, მაგრამ შესაძლებელი, ანუ ვამბობ, რომ შესაძლებელი არის. ხო. არის, კი ბატონო. და როგორ ფიქრობ, უნდა იყოს თუ არა ლექტორი უფრო მკაცრი შეფასებაში? არა. უნდა იყოს ობიექტური, სამართლიანი უნდა იყოს. რაც არ მოიცავს სიმკაცრეს. ჩემი აზრით არ მოიცავს სიმკაცრეს და საერთოდ გონია რომ ესეთი არ უნდა იყოს კაცრი, მაგრამ ადეკვატური, რა თქმა უნდა, შეფასება ადეკვატური უნდა იყოს. რა გავლენას ახდენს დიპლომის კულტურა განათლების ხარისხზე? ჩვენთან ხო ეს დიპლომის კულტურა მე მგონი ძალიან მაღალ ხარისხში აყვანილი. მაღალ ხარისხში არის აყვანილი, მაგრამ დიპლომი არ არის განათლების ხარისხთან კავშირში. ამაზე ვთანხმდებით. კი. ხო, ვთანხმდებით. გამსაზღვრელი არ არის, ხო? არ არის, იმიტომ რომ განათლება ეს არის უწყვეტი რამ, რომელიც მუდამ უნდა გაგრძელდეს და როგორც ვიცით, მასწავლებელი პირველ რიგში არის მოსწავლე. ჩემს სფეროს დაუკავშირე ისე, მაგრამ ეს ხა დიპლომი, ცარიელი დიპლომი და ეს მე არ გააგრძელო, არ განავითარო, არა, ეს არის ისეთი სრულიად უწყვეტი პროცესი, მაგრამ მოცა ნახე, ჩემთვის მაგალითად ის აი ბაკალავრიატის წლები და ზოგადად რაც შემდგომ გავიარე, იმიტომ რომ ყველა საფეხურთან მქონდა შეხება, ასე მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განვითარების თვალსაზრისით,
და რაღაცა ილია ჭავჭავაძე მახსენდება სულ, იმიტომ რომ ის ადარებს სტუდენტობას ბეწვის ხიდს. აი სინათლესა და სიბნელეს შორის. და აი ჩემთვის ეს რაღაცა ეს ბეწვის ხიდი იყო და მე ახლა ამას ხას ასე ვერ გადაუსვამ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ როგორ განვითარდები, როგორ იმუშავებ საკუთარ თავზე. და არა ის რომ დიპლომი ავიღე და მორჩამითი და დასრულდა ხო? არა. შენი აზრით უჭირთ სტუდენტებს კრიტიკული აზროვნება? არა. ბოლო დაკვირვებით, როგორც უყურებ ახლა, არა, პირიქით ძალიან ისეთი კარგი გამჭრიახები არიან, პირიქით, მე თვითონაც ისეთ საკითხებს დასვამენ, რომ ძალიან ესე მომწონს და მე თვითონაც დავფიქრებულ ვარ ამაზე და ვფიქრობ სულ იმაზე, რომ აი საინტერესოდ როგორ წარმართო მათთვის, აი რა საინტერესო კითხვები მივაწოდო. ამიტომ ნამდვილად ხედავ რომ ესეთი დაინტერესება და კი, ვერ ვიტყვი რომ აი და ეს ჩანს თუნდაც აი როგორ აკეთებენ პრეზენტაციებს, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ამაზე მუშაობთ და ისა აქვთ მთელი რაღაც პატარა ტრეინინგივით რომ როგორ უნდა გააკეთონ პრეზენტაცია, მაგრამ აი შემდგომ ძალიან ესე ამას სიამაყით ალბათ თავის თავსაც გამოავლინა. კი და ამაში ჩანს აი მათი ეს კრიტიკული აზროვნებაც ერთმანეთში როგორც მუშაობენ, აი რაღაც აი საკითხი ხوارი რაღაც საკითხი რომელიც გონია რომ აი ასე არის, მაგრამ აი შეიძლება ის იმდენად სხვანაირად წაიყვანონ ეს რომ აი მართლა ყოფილა რომ მე თვითონვე დავფიქრებულ ვარ. დათანხმებულ ხარ ხო? დავთანხმებულ ვარ კიდეც, კი და აი გამკვირვებია საკითხის ასე გააზრება, ასე განსხვავებულად და ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას რომ კრიტიკული აზროვნების დეფიციტი არის, თუმცა ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. კი ბატონო. და რახან ხელშეწყობაზე მიდგა? სისტემა დღესდღეობით სტუდენტზე ორიენტირებული თუ ლექტორს? სტუდენტზე. კი, ცალსახად სტუდენტზე არის ორიენტირებული. მოდი, ინგლისურის სწავლაზე უფრო ზოგადადაც ვისაუბროთ რამდენიმე წუთით. რა არის ყველაზე დიდი მითი შენი აზრით ინგლისურის სწავლაში? ყველაზე დიდი მითი ჩემთვის არის ის, რომ ინგლისური ადვილია. რა უნდა ინგლისურის სწავლას და სხვათა შორის, როდესაც მე ვაბარებდი ინგლისურ ფილოლოგიაზე, იყო რაღაც შემთხვევები, მეუბნებოდნენ, რომ ინგლისური ხო ისედაც ყველა მიცისო. ხო, აქვე ვიტყვი, რამდენად ყველა მიცის, ვინც ამას ამბობდა. ახლაც კი ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ ეს იყო აი უფრო ცირა ყველაზე გავრცელებული თუ არა პირველი მითი, რომელსაც შევეჩეხე ხა. მე ამას ძალიან მშვიდად ხვდებოდი, იმიტომ რომ ეს იმდენად რთული და ისეთი გზა იყო წინ, რომ ყველა მიცის. ხო, კი, ანუ სერიოზულადაც არ ვიღებდი ამას. მაგრამ მაინც ახლა ყველაზე გავრცელებული მითი არის ის გრამატიკის გარეშე საუბარი. კი, რომ აი სალაპარაკო იმაზე მქონდეს აქცენტი. თუმცა რა არის, იცი, არც ეს არ არის რაღაცა, თქვა ბუნებრივი არის, რომ უნდა ადამიანს, რა ეს პრობლემა აქვს. რა შეიძლება მარტივად ისწავლოს? კი, აი საუბრის პრობლემა აქვს რა და ეს ახლა გრამატიკას ხვდება, ესე იგი, იმის თქვა უნდა, რომ აი ამ სავარჯიშოებს კარგად ვაკეთებ, შემიძლია დაგიწერო რა, რასაც მომწონს. მაგრამ ვერ ვიყენებ. აი ამის პრაქტიკაში გამოყენება და ისე თუ მე აუხსნი, რომ რაღაცა გრამატიკითაც შეძლებ ამას და აუცილებელი არის გრამატიკა, მოყვებიან ამას. ანუ შენ ქონია ესეთი შემთხვევა და ახსნის შედეგად მივხვდარა რომ გაყენებული. კი, ახლაც მქონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც აი თუ შეიძლება სალაპარაკო ინგლისურზე ლაპარაკზე გავაკეთოთ აქცენტი და აუხსნი რომ კი, რა თქმა უნდა, იქნება ლაპარაკზე აქცენტი, მაგრამ აუცილებელი არის რაღაცა ფუნდამენტი იყოს. გრამატიკის რაღაცა მაინც ხო? კი, სხვა შორის ძალიან კარგად თანამშრომლობ ამ ადამიანთან, ვიზეც არის საუბარი და ისე კარგად მომყვება. მაგრამ აქვე ვიტყვი იმას, აი ზუსტად ამ სავარჯიშოებს, ხო, აი რაც არის გრამატიკული სავარჯიშო, იდეალურად აკეთებს. ეს სხვა აუცილებელია ხარ რომ კონდეს, ხო, რაღაც პრაქტიკა. ხო, მაგრამ აი მე აქცენტს ვაკეთებ სწორედ ამ საუბარზე, როგორ გამოიყენებს ამას პრაქტიკაში გამოყენებს. პრაქტიკაში როგორ. და ალბათ ნუ ეს არის, რა ვიცი, 95%-ის პრობლემა. სხვათა შორის ამას წინათ ზუსტად ესეთი მომენტი ვქონდა. გავიხსენებ მეც ჩემი სტუდენტი მეუბნებოდა, რომ აი ბავშვობაშიო რო არ მქონდესო ნასწავლიო ეს გრამატიკული თენსებიო, present perfect-ზე და perfect continuous-ზე საუბრობდით.
ვერ წარმომიდგენია ეხლა როგორ გავაკეთებდით, დაახლოებით 40 წლის არის. და ძალიან მიყვირსო 40+ ადამიანები როგორ იწყებენ და როგორ სწავლობენ ამ დროებს და საერთოდ ზოგადად ენას როგორ იწყებენ და აი შე როგორ რა სიტყვოდი მე არ ვემხრობი და ბერძოლ მაქვს ნათქვამი რომ არ ვემხრობი ასე ენის კლასიფიკაციას ასაკის მიხედვით შენ ფიქრობ რომ ანუ აქვს მნიშვნელობა რა ასაკში დაიწყებენ სწავლას? ალბათ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი მონდომება არის. ხო, აი ხომ ჩვენი მაგალითი რო ავიღოთ, მე მიფიქრია, დავიწყო ახალი ენა. ინტერესიც კი მაქვს ახალი ენის შესწავლის, მაინტერესებს როგორ ავითვისებ. მაგრამ იმაშიც არის სიმართლე, რომ რა თქმა უნდა, რაც უფრო ისე იწყებ ადრეული ასაკიდან შესწავლას, იმიტომ რომ როგორც შენი მშობლიური ენა, ფაქტობრივად ისე გაუაზრებლად. კი, და ეს რა თქმა უნდა, აი ვინც აღნიშნა ეს მნიშვნელოვანი არის. მაგრამ იცი რა არის ისევ და ისევ ალბათ მუშაობა არის საჭირო, უფრო მეტი მუშაობის შედეგად ის თქვათ უფრო 40 წელს გადაცილებული თუ არა აქვს მნიშვნელობა, რა ასაკში ვიტყვით 30 წელს გადაცილებულიც მშვენივრად აითვისებს ენას. პრაქტიკა არის და მე მაქვს შეხება ასეთ ადამიანებთანაც კი, რომელთაც უწევთ ლექციის ჩატარება თვითონ. და აი ვინც არის მოწადინებული ხო შესაბამისად ამას ახერხებს. ათვისება ეს რთული პროცესი არის და ეს არ არის იდეალური, მაგრამ მოდი ამასაც შევეგუოთ, ისინი არ არიან ენის სპეციალისტები და რაც მათზე არის დაკისრებული, თუნდაც B2 დონის ფარგლებში. ახერხებენ. კი, ახერხებენ და მე ყოველთვის შეიძლება თავიდან ეს რთული არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს მე მათაც უადვილდებათ, მაგრამ აი გრამატიკა, გამოთქმა ეს უფრო კი რთულია, კი, ნამდვილად. იცი რა არის, ახლა მე ჩემ მოსაზრებას დავაფიქსირებ და შენ მაინტერესებს დამეთანხმები თუ არა. მე ვფიქრობ, მაინც ადრეულ ასაკში ბავშვებს, სტუდენტებს, იმიტომ უადვილდებათ უცხო ენის შესწავლა, რომ იმ პერიოდში ისინი ორიენტირებული არიან ზოგადად სწავლაზე. მათ არ აქვთ ეს სხვა პასუხისმგებლობები ცხოვრებაში და რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო გვემატება პასუხისმგებლობა, სამსახური, ოჯახი, ბევრს ხო, აი ეს ყველაფერი იმდენად შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, რომ იმ ენის სწავლა არ არის პრიორიტეტული როგორც წესი და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ასაკის გამო ხდება, მაგრამ რეალურად იმის გამო ხდება რომ ეს პრიორიტეტი არ არის, ხო? და ჩვენი პრიორიტეტები იცვლება. გიფიქრია ამაზე? ძალიან საინტერესოდ საუბრობ სხვადასხვა და დავფიქრდი. იცი რა არის, ალბათ არის ეს მომენტებიც, რაც თავად აღნიშნე, მაგრამ მოდი ისიც ვთქვათ, ათვისების უნარიც ადრეულ ასაკში მაინც არის განსხვავებული. იმიტომ რომ მე დამიწყია ადრეულ ასაკში სხვა ენის სწავლა, მაგრამ ისევ შევწყვიტე, ხო? არა ესპანური და მაგრამ მაშინ იმდენად ორიენტირებული ვიყავ ინგლისურზე, თან სამედიცინო ინგლისურზე, რომ პრიორიტეტების ამბავიც არის და ახლა მაინც აი ვინც 20 წლის ასაკში გადაწყვეტ თქვა რაღაცა ენის სწავლას და ვინც ისეთ უფრო იმაში არის ასაკში თან შეიძლება საერთოდ სტარტერი იყოს ეს სისტემა არის, თუმცა შესაძლებელი არის და მაგალითად ჩემთვის უდიდესი გამოწვევა არის, როდესაც მაქვს შეხება სტარტერებთან, დამწყებებთან. ანუ ეს არის აი უდიდესი პასუხისმგებლობა და мотиваცია ჩემთვის. ყველაფერს ვაკეთებ. აი იქ ვარ ისეთი მასწავლებელი, რომ მათ ჯერ შიში გაუქრო კომპლექსი რაც აქვთ. და მე აი დავინახო ის შედეგი. პატარა ისინი ხო რა. და ეს შედეგი ჩემთვის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომ მოდი ვთქვათ, რომ ეს ინდივიდუალურია, ანუ ცა როგორ შევთანხმდეთ ამ საკითხზე ალბათ, ხო, პრიორიტეტების ამბავიც არის, კი. ნუ ახლა ერთი ფაქტორი ვერ იქნება. მაგრამ რაც აღნიშნე ის ძალიან მნიშვნელოვანი არის, კი, ოჯახი, საქმე. და სხვადასხვა ეს პასუხისმგებლობები ჩვენ ცხოვრებაში, კი. და ენის სწავლაში რა როლს თამაშობს შეცდომების შიში ზუსტად? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის შეცდომის შიშის გადალახვა და ამ შემთხვევაში პედაგოგს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
რომ დაანახოს ენის შემსწავლელს, რომ ენის დაეხმაროს თავისთავად, რომ თუ უშვებ შეცდომას, ეს არ არის პრობლემა და სხვათა შორის აი პირველ სემესტრელებთან ეს შეინიშნება, რომ აქვს თავიდან ეს მომენტი, იმიტომ რომ ეს გაკვირდებიან თან, რომ აი როგორ რეაგირებ მათ დაშვებულ შეცდომაზე და აი რაც უფრო ამას ძალიან ისე შვიდად და ისე პოზიტიურად დაანახებ, რომ იცი რა არის, ეს ბუნებრივი არის შეცდომები ჩვენ უშვებთ, თავარი არის ეს შეცდომა გამოვასწოროთ და აქვე პროფესიული კუთხით ხაზ გაუსვა მყისიერ და დაგვიანებულ უკავშირს. იმიტომ რომ აი მყისიერი უკავშირი არ გამოდგება ნამდვილად. აი ზუსტად ვიცი, მე პირველ სემესტრელს ეგრევე რომ გავუსწორო რაღაცა. ჯერ ხო დაიბნევა და იცი რა არის, ალბათ ეს იმ მომენტში არც არის მნიშვნელოვანი ის რაღაცა, სხვა რაღაცას აკეთებს და ეხლა რაღაცა სადღაც ის გაექცა. ან შეიძლება დაუშვა კი სერიოზული შეცდომა. რა თქმა უნდა, ამას ჩავინიშნავ და მე საერთო შეცდომებში გამოვიტან და ამას ძალიან არა, რა თქმა უნდა, არა, ის ელტა. რა თქმა უნდა, ისეთი ის არის დელიკატურად და აი კიდევ იცი რას მინდა ხაზი გაუსვა, ისინი ამას ძალიან აფასებენ და მე სხვათა შორის არ მეგონა და გავიხსენებ ერთ-ერთ მონაკვეთს, ძალიან ისეთ კარგ ჯგუფთან მქონდა შეხება სამედიცინო ინგლისურში, რომლებიც სწავლობდნენ C1 დონეზე, სამედიცინო ინგლისურს, ანუ ხვდებით ესე იგი რამდენად კი. და უკავშირით მოვთხოვე, ასე ვთქვათ. და ისე ძალიან ზაღვრთოვანდი, იმიტომ რომ იქ ეწერათ, რომ არასდროს არ გვაძლევს უხეშად მითითებებს, ყოველთვის ისე გვეუბნება, რომ აი ასე ხო არ ჯობია. ანუ ფაქტობრივად ის სააშკაროა და გამომიტანეს. მათთვის მნიშვნელოვანი. კი, და მე მაშინ მივხვდი ეს რამდენად მნიშვნელოვანი არის ასე ვთქვათ, მათთვის კი. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ეს ხა ასე ვთქვათ, მყისიერი უკავშირიც ისეთი არის. აღსანიშნავი არის, იმიტომ რომ რაღაცა ხო აი გააჩნია, არის რაღაცა სიტუაცია, როდესაც უკვე იცის ჩემი დამოკიდებულება სტუდენტმა, რომ მე არ ვარ ჩასაფრებული, აი შეიძლება ძალიან ისე მშვიდად ისა გაუსწორო, იმიტომ რომ არ უშვებენ უხეშ შეცდომებს და ეს ამას გამოსწორება სჭირდება, ეს არ უნდა დაიგნორდეს. არ უნდა დაიგნორო რაც ხარ. მოდი ამასაც კითხავ, არსებობს კი სრულყოფილი ინგლისური? არსებობს სრულყოფილი ინგლისური. და ჩემთვის სრულყოფილი ინგლისური ახლა უკავშირდება, თავიდან მკითხე. არსებობს სრულყოფილი ინგლისური შენი აზრით? არსებობს და აი ახლა უკავშირდება სრულყოფილი ინგლისური ჩარლზ მესამეს. ჩემთვის ის როგორც საუბრობს და აი ბოლო გამოსვლას გავიხსენებ, როდესაც აპრილში იყო 2026 წლის აპრილში იყო გამოსული კონგრესზე. ეს იყო ჩემთვის, არ ვიცი, აი ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, სიამოვნება ეს არისტოკრატიული ინგლისური და ნამდვილად ეს არის იდეალური. იდეალური ხო არაფერი არ არის, მაგრამ აი ვიტყვი რომ ეს მისი გამოსვლები, მაგრამ იცი რა არის, აი ჩვენ შემთხვევაშიც რომ აღვნიშნოთ, ხო, ზოგადად ჩემთვის სრულყოფილი ინგლისური, ანუ ამ ქვეყნიურ ადამიანებთან ჩვენ შემთხვევაში და უბრალოდ მე ვფიქრობ ბუნებრივი ინგლისური რომელიც არის, აი არ უნდა იყოს ეს ისეთი მიბაძვითი, აი იმიტირებულს ვეძახი, რა ვიცი, მე ასე ვარქმევ მაგას, ეს ჩემთვის ასეთი ტიპის ინგლისური არის. იცი საიდან წამოვიდა ეს კითხვა, ჩვენ მქონია ამაზე საუბარი პოდკასტებში, რომ მაგალითად თვითონ native speaker-ები რამდენად ამახინჯებენ ინგლისურს, რამდენად არ მიყვებიან წესებს, რამდენად აიგნორებენ გრამატიკას და ანუ რამდენად მათი ინგლისური ფაქტიურად არის ძალიან ხშირად უფრო შეცდომებით სავსე, ვიდრე ჩვენი. კი, აი ეს არის პრობლემა და ეს არის სხვათა შორის ცუდი ზეგავლენა. და ასევე გავიხსენებ ერთ ფაქტს, ჩემო კოლეგამ დამირეკა, მე ის რაღაცა ისმის ჯგუფის ხელმძღვანელიც ვარ სამედიცინო უნივერსიტეტში და ჩემი მიერ შექმნილი ტესტი იყო მოკლედ და ძალიან გთხოვ შემოდიო, აი ვერაფრით ვერ აუხსენი სტუდენტს, რატო დაუშვა შეცდომა ამ წინადადებაშიო და შევედი. ესე ვთქვათ, დისკუსია იყო იმაზე, რომ რატომ გამოიყენა ის კონკრეტული დრო, მოდი ვიტყვი, past simple რატო არ იყო, უნდა ყოფილიყო present perfect
perfect-ი და რატო ფასიმფული და აი დარწმუნებული იყო, არა და აი ხო არის შემთხვევა, როდესაც ერთმანეთს კვეთს და შეიძლება, მაგრამ ეს ცალსახად არ შეიძლებოდა და ეს ცოტა გაუგნებულიც უყურებდა და მე როგორც შემეძლო აუხსენი მაგალითებით, წესებით და მისი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ აი ვისმენ მე ასე და ასე საუბრობენ. და მე რა თქმა უნდა უთხარი რომ რა თქმა უნდა ჩვენ მიყვებით წესებს და რაც არის სტანდარტი, რაც არის ასე ვთქვათ აკადემიური ენა და არა რაღაცა ეს ყოველდღიურ საუბარში კი ნამდვილად შეიძლება არ იყენებს ან შეიძლება იყენებს კი იყენებენ კიდეც მაგრამ რაღაცები იყლაპება საუბარში ესეც არის ხო ესეც აღნიშნოთ ხო და ეს თუმცა მაინც აი ძალიან ხშირია აი ეს რაღაც უხეში შეცდომები რასაც ისინი არ თვლიან. კი ამიტომ უნდა ვიცოდეთ ასე ვთქვათ ჩვენ ახლა მოლოდინი შესაბამისი უნდა ვქონდეს, როდესაც უყურებ რაღაცა ყოველდღიურ საუბარს, იქ დავიცოდეთ, რომ ის არ არის აკადემიური, ხო? კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის, მაგრამ როცა საუბარი არის აკადემიურ ინგლისურზე, მაგრამ მე მაინც ყოველთვის ვემხრობი იმ ყოველდღიურ საუბარშიც ისაუბრო გამართულად, სწორად, კი, ეს ქართულშიც ხომ ასე არის. ხო, რამდენი ამახინჯებს, მაგრამ სწორი ქართული. დიკო, შენი ყველაზე დიდი პროფესიული გამარჯვება. ვფიქრობ, რომ ჯერ ეს არ დამდგარა, ყველაფერი წინ არის. შეგიძლია გაიხსენო ერთი ლექცია, რომელიც არასდროს დაგავიწყდება? რთულია, ძალიან რთულია და ამ დროს კარგია, იმიტომ რომ განებივრებული ვარ. და ვერ ვიტყვი, ყველა ლექცია არის საინტერესო და სამახსოვრებელი. კი, ბევრი არის ესეთი ნამდვილად, აი იმდენად მიყვარს, რომ არ შემიძლია ერთი გამოვყო. ხო. და ერთი სტუდენტი, რომელმაც შენზე გავლენა მოახდინა? ანალოგიურად მაქვს პატივი, შეხება მქონდეს ძალიან ბევრ კარგ სტუდენტთან, კარგ ახალგაზრდებთან, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი მაღალი აკადემიური მოსწრებით, ესეთი მაღალი დონის აზროვნებით, პიროვნული მახასიათებლებით, შესაბამისად, ასე ვერ გამოვყოფ და თუ სამომავლოდ იქნება, ნახოთ. მაშინ იმედია კიდე მოგვეცემა საუბრის საშუალება და გამიზიარებ, ხო? და ეს ძალიან მიყვარს ეს კითხვა, რას ეტყოდი საკუთარ თავს 20 წლის წინ? აი, ვისურვებდი, რომ ეს შეკითხვა 20 წლის შემდეგ ხო, დამისვა, იმიტომ რომ ალბათ მაშინ უფრო მექნებოდა ესეთი რჩევები საკუთარ თავთან. მაგრამ მაინც რომელიც უფრო გათვალისწინებული იქნებოდა იმ დროსთან დაკავშირებით უფრო 20 წლის შემდგომ. ანუ ეხლა არ გინდა რაიმე უთხრა. ოკეი. ბანალური პასუხი მექნება. რომ სწორად ვიდიხარ, სწორად გააკეთე, რასაც აკეთებ, ამიტომ უფრო მე რომ ვუკვირდები 20 წლის შემდგომ მართლა რომ დამისვა ეს შეკითხვა, უფრო ის იქნება საინტერესო პასუხი მექნება. მოვინიშნავ. კარგი. ივლისში? კი ბატონო. ივლისში დაგისვა მომკითხვას. კი, ჩვენ ისევ რა თქმა უნდა. მასწავლებლები. მე ვჭუმობ, რომ 20 წლის მერეც ამ სფეროში ვიქნებით, რაღაც ესე ვფიქრობ. კი. შვენიერი, მოდი ჩვენ გადავიდეთ მცირე ბლიცზე ბოლოს და რამდენიმე სწრაფ შეკითხვას ვუპასუხოთ. ვუპასუხოთ. ბრიტანული ინგლისური თუ ამერიკული ინგლისური? ბრიტანული ინგლისური. კაცრი ლექტორი თუ მეგობრული? მეგობრული ლექტორი. ლონდონი თუ ნიუ-იორკი? ლონდონი. ახან ბრიტანული. სელტა თუ დოქტორანტურა? დოქტორული. ეს შემთხვევა არის, რომ დავარღვევ წესებს და სხვადასხვა არის, ამიტომ აი აბსოლუტურად ამაზე შეგვიძლია ცალკე პოდკასტი ჩავწეროთ. დოქტორანტურა საერთოდ სხვა რაღაცა არის, სელტა საერთოდ სხვა რაღაცა არის. ოკეი. ლექცია დილის 9-ზე თუ საღამოს 7-ზე? ორივე. ნუცა, ორივე. შენ გაქვს ალბათ ხო დილითაც და საღამოს? კი, ზუსტად მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები დილის 9 საათიდან საღამოს ზუსტად 9 საათამდე რომ მუშაობს, ამიტომ ორივე. თუმცა 9 საათიან ლექციას რაღაცა მისი ისინი აქვს ენერგიები, დილის 9 საათიანი ლექციას, მაგრამ 7 საათიანი ლექციაც ისე ჩვენივრად მიდის, იმიტომ რომ ეს გემატება ენერგია. კი. შვენიერი. შენ ალბათ იცი ჩვენი პატარა ტრადიცია,
ესეთია რაღაც მართლა სიმბოლურია, მაგრამ მაინც ამახსოვროთ უი, როგორც უი, ბლოკნოტების მოყვარ. კი, შემოტყვე. თავადაც კი, მეც ბლოკნოტების იმაში ვარ, ძიებაში და შეგროვებაში ვარ. ძალიან ისეთი არის საპატიო პირდაპირ ბარსელონადან ფოტოშოპი. აჰა. უღრმესი მადლობა საპატიო ადგილს დაიკავებ ჩემს მაგიდაზე. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, მე მგონი მნიშვნელოვანი იქნება როგორც ლექტორებისთვის, მასწავლებლებისთვის, ასევე სტუდენტებისთვისაც, თუ მოგვისმენენ. და მინდა გითხრათ, რომ თუ გსურთ ეს პოდკასტი მეტმა ადამიანმა ნახოს, დაალაიქეთ, გააზიარეთ და შესაბამისად ეს უფრო მეტი мотиваცია იქნება ჩემთვისაც, მასწავლებლებისთვისაც, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ინტერვიუში, ასე ვთქვათ. მოკლედ, კიდევ ერთხელ დავამატებ, ძალიან სასიამოვნო იყო, მე ასეთ პოდკასტში არ მიმიყია მონაწილეობა, ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე ხარ და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ იმ მასწავლებლების რიცხვს მიეკუთვნები, რომლებიც დაბადებიდან მოწოდებით, კი, შეიძლება სხვა რაღაცების შენც ეს თქვი და მეს დაგეთანხმე ნამდვილად, კი. ამიტომ დიდი მადლობა და ასე ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია ის, რასაც აკეთებ. ძალიან მხარია ჩვენ ეს გჭირდება ინგლისური ენის მასწავლებლებს. დიდი მადლობა შენ. მადლობა. მოკლედ, შემდეგი პოდკასტი, შემდეგ ორშაბათს გავა YouTube-ზე. ახლა კი კარგად.